მოლოდინაშვილი უნდა ჩავთოთ ისევ პირდაპირ ეთერში, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს. ნიკა, რა არის ახალი ინფორმაცია სამძებრო სამუშაოების შესახებ? დიახ, ერთადერთი პრობლემა, რაც ამ დროისთვის რჩება, როგორც უკვე გითხარით, წყლის დონემ დაიწია გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, თუმცა პრობლემა რჩება ვოლიერებიდან გამოსული ცხოველების საკითხი. სულ ცოტა ხნის წინ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მე ვთხოვ ოპერატორს თუ გამოჩნდება ბეგემოტი არის გმირთა მოედნის ტერიტორიაზე და ცდილობენ ახლა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მსჯელობენ აქ მყოფი ადამიანები თუ როგორ და რა უნდა მოხდეს ზოგადად ამ ცხოველთან დაკავშირებით. როგორც უკვე გითხარით, მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილური არის და პერიმეტრი მთლიანად ზოოპარკის არის გარშემოწერილი და მთლიანად არის ბლოკირებული. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ტერიტორიაზე ასევე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. რამდენიმე ხნის წინ ასევე გაისმა რამდენიმე გასროლა და სავარაუდოდ მოხდა ლიკვიდაცია რამდენიმე ცხოველის. ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს ასევე ზოოპარკის ტერიტორიიდან თავად ზოოპარკის დირექტორი, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა და ის იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუმცა მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება და შესაბამისად ზუსტი მონაცემი თუ რა ხდება ცხოველებთან დაკავშირებით უცნობია. როგორც უკვე გითხარით და კიდევ ერთხელ ვთხოვ ოპერატორს, თუ იქნება შესაძლებელი რომ გადავიდეს გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, იქ სადაც ბეგემოტი იმყოფება. როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქ მყოფი ადამიანები. როგორც უკვე გითხარით, აქ მობილიზებულია როგორც სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ასევე სამართალდამცავები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე ექიმები. რაც შეეხება სხვა მდგომარეობას, გეტყვით რომ წყლის დონემ დაიწია გმირთა მოედნის ტერიტორიაზე. ცოტა ხნის წინ ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელმა პინგვინი დაიჭირა და რომელიც უკვე მოათავსეს შესაბამის ვოლიერში. ამ დროისთვის ეს არის ის ინფორმაცია, რაც შემიძლია გითხრათ და მე კვლავ ვთხოვ ოპერატორს, რომ თუ არის საშუალება კადრში გვაჩვენოს ბეგემოტი, რომელიც გმირთა მოედანზე ესტაკადის ქვედა ნაწილში არის გაჩერებული. ზოოპარკი და ზუსტ ინფორმაციას ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იქამდე წვდომა არ მაქვს და ვერავის ვერ ვუკავშირდები და ესა რომ რასაც თქვენ ხედავთ, იმას ხედავ მეც და სხვა არაფერი არ ვიცი. დირექტორს თუ უკავშირდებით? დირექტორს ჯერჯერობით ვერ ვუკავშირდები და იმედია ყველაფერი კარგად იქნება რა. თუ ზოოპარკში იყო ამ დროს? დიახ, ზოოპარკში იყო. დიახ. კიდე სხვა თანამშრომლების თუ იყო? თანამშრომლები, ვეტექიმები არიან, დაცვის თანამშრომლები, როგორც ყოველთვის ტერიტორიაზე არიან ხოლმე და ისინი არიან უბრალოდ ვერ უკავშირდები ვერავის, არავის არ ცალია ჩემთვის რომ გავიგო რაიმე ინფორმაცია. ეს იყო ნიკა მოლოდინაშვილის ჩართვა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ბეგემოტი დააფიქსირეს. სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება, ცხოველებს ეძებენ ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ხილიანის ქუჩასა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.